იმასოლი დამთავრდა პირდაპირ ეთერში. ლაშა, იტალიის ისტორიაში შევხვდით ყველაზე ბევრჯერ. მეტოქეს კარგად ვიცნობთ, როგორია ამ ფონზე მოლოდინები. რა თქმა უნდა, მოლოდინი ძალიან დიდია, ვიდრე ეს პირველ შეხვედრაში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ სულ 1 საათი რჩება. მორიგი მაჩის დაწყებამდე იტალიის ნაკრებთან გასამართლობდა ბრძოლას ყველა მოუთმენლად და თავისთავად ცხადია განწყობა ძალიან მამაღლებულია. ჩვენ ვიმყოფებით იმ ტერიტორიაზე, სადაც თამაშის წინ, ყოველი თამაშის წინ იქნებიან ქართველი გულშემატკივრები და ზოგადად გულშემატკივრები, რომლებიც ჩამოსულები არიან ლიმასოლში, თუმცა მთავარი არის, რომ ქართველები ყველაზე მეტნი არიან. ასე იყო ესპანეთის ნაკრების დაპირისპირების წინ და ასე არის ახლაც, თუმცა აუცილებლად უნდა გითხრათ, რომ განსხვავებით პირველი შეხვედრისგან, სადაც აქაც შეგვიშვით ესპანეთის ნაკრების კომაგებს, დღეს იტალიელები ძალიან ბევრი არიან და როგორც ჩანს, ორთაბრძოლა არა მარტო მოედანზე გაიმართება, არამედ ტრიბუნაზეც გამომდინარე იქიდან, რომ იტალიელებმა ძალიან კარგი გულშემატკივრობა იციან, ასე რომ ორივე ფრონტზე მოგვიწევს ბრძოლის გამართვა, როგორც პარკეტზე, ასე ტრიბუნაზე, თუმცა ღრმად მწამს, რომ ორივეგან გამარჯვებას ქართველები მოიპოვებენ. ყოველ შემთხვევაში ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლების, ქართველების განწყობა სწორედ ასეთია და ყველა მოუთმენლად მატჩის დაწყება ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ მატჩის წინ გაკეთებული ქართველი გულშემატკივრების კომენტარები. ცხადია, ესპანეთთან დამაჯერებელი გამარჯვების მერე უნებრივია мотивация ორმაგია და რა თქმა უნდა იმედებიც გაორმაგდა, ხო, ამაში ორი აზრი არ არსებობს, მატჩი უთულესი იქნება. ცხადია, ევრობასკეტზე მარტივი თამაშები არ არსებობს, იტალიაც ძალიან სერიოზული ნაკრებია, თან საქმეს ისიც არ თვლებს, რომ იტალიას პირველი თამაში წაგებული აქვს, ჩვენ მოგებული, მათთვის შეიძლება ითქვას, ყველა დასაკარგი მათ არაფერი არ აქვს და ბოლომდე იბრძოლებენ. თუმცა ჩვენს ბოლომდე ვიბრძოლებთ. ჩვენმა ბიჭებმა ესპანეთთან თამაში დაამტკიცეს, რომ დაუმარცხებელი ნაკრები არ არსებობს. მოქმედ ევროპის ჩემპიონს რომ მოუგებთ, ეს მარტივი საქმე არ არის და იმედიანად ვართ, ცხადია. დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ ესპანეთთან ძალიან მოტივირებულები ვართ, საქართველოსთან ჩამოვედით გულშემატკივრები და ვიმედოვნებთ, რომ დღეს ასევე გავიმარჯვებთ რთული მატჩი ველის და ჩემი აზრით დღესვე გადაწყდება ბედი და საქმეს მოვიპოვებთ ლატვიაში. ნამდვილად რთული მატჩი გველოდება დღეს, ეს არნიშნავს იმას, რომ გავამარცხეთ ესპანეთი და დღესაც ისე რთული მატჩი იქნება. დღეს ხდება გუნდში ჩვენი ადგილი, მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი გამარჯვებით საქართველოს ნაკრები მეორე ადგილს მინიმუმ დამაჯერებლად მოიპოვებს და ეს იქნება დიდი ნაწილ გადადგმული ევრობასკეტში. დიდი იმედი, რომ დღესაც გავიმარჯვებთ, ბიჭები არაჩვეულებრივ ფორმაში არიან და ძალიან დიდი წარმატებები და იმედი მაქვს ძალიან დიდი. პირველ რიგში მინდა მადლობა უთხრა იმ თამაშისთვის, რაც ესპანეთთან და ჩვენს ვერა ფანტასტიკური იყო, ისეთი ემოცია იყო, ისეთი მუხტი მოიტანეს და აი არ ვიცი, საოცარი ადრენალინი და აი დაუჯერებლად მაგრები არიან და ლეჩვიც არ მეპარება და დღესაც გავიმარჯვებთ. ძალიან დიდი სიხარული მოგვანიჭეს უკვე და იმედი გვაქვს, რომ დღესაც ასეთივე წარმატებით დაასრულებთ თამაშს. ძალიან გავიხარდა, რომ მოვიგეთ ესპანეთთან და იმედი მაქვს დღესაც მოვიგეთ. ესპანელებთან დაპირისპირების შემდეგ ბუნებრივია სიხარული ძალიან დიდი იყო და ნუ ეწყინება ზოგ სხვა სფეროს, ამას ხშირად ვამბობ ხოლმე, სპორტი არის ის ერთადერთი, ალბათ ერთადერთი მიმართულება, რომელსაც ძალიან დიდი ბედნიერების მოტანა შეუძლია გულშემატკივრებისთვის და განსაკუთრებით ისეთი პატარა ერისთვის, როგორიც ჩვენ ვართ და მე მგონს, რომ ასე იქნება დღესაც და ასე იქნება მომდევნო შეხვედრებშიც. მოკლედ, აი ასეთი განწყობაა და მართლაც რომ თამაშის შემდეგ ზუსტად ასეთი განწყობა იქნება, მე მინდა აქ გულშემატკივრებს გითხრათ, რომ დღევანდელი შედეგის მიუხედავად ჩვენ კიდევ 3 შეხვედრა გვაქვს ჩასატარებელი და შესაბამისად ერთი მოგება ჭირდება იმისათვის, რომ გადავინაცვლოთ რიგაში, ასე რომ სწორედ აი ამ ერთი მოგების მოლოდინში დღესაც ვართ და ბუნებრივია მომდევნო შეხვედრებშიც აუცილებლად გვაქვს იმის მოლოდინი, რომ ჩვენ გამარჯვებას მოვიპოვებთ. ნუ ყოველ შემთხვევაში ესპანელებთან მიღწეული წარმატების შემდეგ უაღრესად მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი გვაქვს იმისათვის, რომ ჩვენ საუკეთესო და შორის ვიყოთ რიგაში და მე მწამს, რომ დღეს თუ არა უახლოეს შეხვედრებში ჩვენ ამ ნაბიჯს კიდევ უფრო წინ გადავდგავთ, რადგან ძალიან მაგარი გუნდი ყავს, ძალიან მაგარი ბიჭები ყავს და რაც თავარია, ძალიან მაგარი გულშემატკივრები ყავს.